არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. ამაზე არასდროს მიფიქრია, ამიტომ პასუხს ვერ გაგცემთ. მისთვის რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია, რომ ისლამ მახაჩევმა მეორე ქამარი მოიგოს. ჯეკი დიდი მებრძოლია. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ესე იგი წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება მოგვიახლოვდა, რომელიც გაიმართება ნახევრად საშუალო წონის ქამრისთვის ისლამ მახაჩევსა და ჯეკ დე ლა მადელინას შორის. ისლამ მახაჩევი შეეცდება გახდეს ორმაგი ჩემპიონი, ხოლო ჯეკ დე ლა მადელინა პირველად დაიცავს ქამარს. დღევანდელ ვიდეოში კი ნახავთ UFC-ს მებრძოლების აზრს ამ ბრძოლასთან დაკავშირებით. სანამ ვიდეო დაიწყება, ძალიან ვთხოვთ, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ ახლა და ლაიქეთ ვიდეო და ასევე დატოვე კომენტარი თუ შენ რას ფიქრობ ამ ბრძოლასთან დაკავშირებით. მინდოდა თქვენი მოსაზრება მომესმინა ისლამის ნახევარ საშუალო წონაში გადასვლაზე. როგორ ფიქრობთ, როგორ იასპარეზეთ? ფიქრობ ის კარგი იქნება, მაგრამ ხალხი ჯეკს არ აფასებს. ფიქრობ ჯეკი ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ხალხი ამას მაშინ გაიგებს, როცა ეს ბრძოლა შედგება. არ ვიცი, მესმის ჭორები რომ შესაძლოა ეს ოქტომბერში იყოს. ეს იქნება სანახაობრივი და ჭკვიანური ბრძოლა, მაგრამ ბევრი ადამიანი არაფრად აგდებს ჯეკს. არ ვიცი რატომ, ისინი უბრალოდ აგრძელებენ მის არდაფასებას. ეს ცოტათი მახსენებს იმ დროს, როცა მე ვიწყებდი ასპარეზობას და გარკვეულ ბრძოლებში მეც არ მოფასებდნენ. ის ახლა მსოფლიოს მეორე ნომერია pound for pound-ის რეიტინგში. ასე რომ პატივი უნდა ვცეთ ამას და უნდა დავაფასოთ ჯეკი. ვფიქრობ, ეს იქნება რთული და სახალისო ბრძოლა. ადამიანებს მასში ეჭვება არიფათ, ამდენად საჭიროა ისლამისთვის. განსაკუთრებით იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც თქვენ იცით ისლამის შესახებ და იმ დროის გათვალისწინებით, რაც თქვენ გაატარეთ ჯეკთან ერთად. მასში ეჭვია შეგეპარება, შეხედე მას, ის ნახევრად საშუალო წონაშია და მას ყავდა ბელალი, რომელიც გრეპლერია. ნახე როგორ გაუმკლავდა მას, ის მხეცია სტრაიკინგში. ჯერ ახალ ბედაა. გაწმუნებთ, რომ ამ ბრძოლის შემდეგ მისი თავდაჯერებულება გრეპლინგში და თეიქდაუნებისგან დაცვაში სრულიად ახალ დონეზე ავიდა. ასე რომ ის ნამდვილი ღამის კოშმარია. იმედი მაქვს მასთან ერთად ვივაჯებ ამისთვისაც, მაგრამ ჩვენ რამეს აუცილებლად შევცვლით. ვიცი, რომ ისლამი ამას არასერიოზულად არ აღიქვამს და როგორც არ უნდა აღიქვამდეს. გჯერათ, რომ ჯეკ შეუძლია ისლამის შეჩერება? თუ ჯეკი სტრაიკინგში კარგი იქნება და მას ეზეწოლას მოახდენს, აუცილებლად დააფინიშებს. ვფიქრობ, ისლამს მისი მიწაზე დაფინიშება შეუძლია და განსაკუთრებით ეს გავს იმას, რაც რიკოს დუპლესისთან ნახეთ. თუ არასოდეს გიგრძნია დაღესტნის სტილის ჭიდაობა, ისეთი რამა არ გინდა, რომ გალიაში შენი პირველი შეგრძნება იყოს. ისლამს მათ სხვა შეგრძნება აქვთ, მათ სხვა ტიპის ჭიდაობა და გრეპლინგი აქვთ. მით უმეტეს, რომ ჯეკი თუნდაც ჩვენს ბრძოლაში მიწაზე ბევრ შეცდომებს უშვებდა. ვფიქრობ, ისლამი წარმატებას მიაღწევს ჯეკის წინააღმდეგ. არ ვარ დასწრუნებული, მაგრამ ვფიქრობ, სწორად მოიქცა, როცა ზედაწონაში ავიდა და ცდილობს ორი ქამრის მოპოვებას. შემდეგ კი გაჩერდება, როგორც ეს ხაბიბმა გააკეთა. თუ დააკვირდებით, როცა დიდხანს აგრძელებ ბრძოლას, თქვენ აუცილებლად წააგებთ. ეს ვიხილეთ ანდერსონ სილვას მაგალითზე. არ ვიცი, შეიძლება ზოგიერთი ადამიანი ჩემზე ახალგაზრდაა და მათაც კი უნახავთ, როგორ იბრძოდა ობობა, მაგრამ როცა ანდერსონ სილვა იბრძოდა, ეს იყო ლეგენდარული. ის იყო საყოველთაოდ აღიარებული ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად. და შემდეგ მან წააგო ბრძოლები და ყველას დაავიწყდა ის. ასე რომ, თუ გინდათ რომ შეინარჩუნოთ თქვენი მემკვიდრეობა, თქვენ უნდა იბრძოლოთ. შემდეგ ეცადოთ იბრძოლოთ მეორე ქამრისთვის და მერე გახვიდეთ პენსიაზე. მოიქეცით ხაბიბის მსგავსად, რადგან მახსოვს ჟოზე ალდო, მახსოვს ბევრი სხვა მებრძოლის, რომლებმაც კარიერის დასასრულს წააგეს ბრძოლები და ამით მათ მემკვიდრეობა ასე ვთქვათ გააფუჭეს. ამიტომ ვფიქრობ, მახაჩევი აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. ვფიქრობ, ის ჯეკს დაამასხებს და შემდეგ თუ თუფურია მოიგებს, ის დაბრუნდება და თუფურიას შეებრძოლება. ვფიქრობ, ეს კარგი კარიერაა. როდესაც ნახევრად საშუალოდან საშუალო წონაში გადახვედი, ჩემპიონი გახდი. წონისკლება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო და ეს უკვე აღნიშნე. რას ფიქრობ, როგორ გამოიყურება ისლამ მახაჩევი, როდესაც ნახევრად საშუალოდან საშუალო წონაში გადავა? რადგან მესმის, რომ მისთვის წონისკლება არასდროს ყოფილა იოლი. ფიქრობ, რომ ამან თქვენს მსგავსი ეფექტი შეიძლება იქონიოს, სადაც ის მაღალ წონაში შესაძლოა უფრო უკეთ გამოვიდეს. ეს არის კითხვა, რომელსაც ყველა სვავს და ეს გარკვეულწილად იგივე კითხვა, იგივე სიტუაცია, რაც თოფურიასთან მიმართებაში. რამდენად კარგია თოფურია და როგორ გამოიყურება ის ზედაწონაში, იგივე ისლამთან დაკავშირებით. თუმცა ყველა ცნობით, მისთვის წონისკლება მართლაც რთული იყო, მართლაც ძალიან რთული. ის უკვე ძლიერია ამ წონისთვის, საშუალო წონაში წონისკლება უნდა გაუადვილდეს. შეიძლება ცოტა მოიმატოს. ეს არის ნამდვილად $1,000,000 კითხვა. ყველა ეცა და იმავეს კითხულობს.
ჯეკი საკმაოდ მაგარ პოზიციაშია, რომ აქვს საშუალება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოს შეებრძოლოს გამრის დასაცავად. Როგორ ფიქრობ, ვიცი რომ პირველ ბრძოლაში ბელარის წინააღმდეგ თქვით, რომ ჯეკი მოიგებდა. Როგორ ფიქრობთ ისლამთან ამ ბრძოლაზე? Რა თქმა უნდა, ხალხი ბელას იხსენებს და ამბობს, რომ ეს კარგი ნიშანია, რადგან ჯეკმა ყველა თეიქდაუნის შეჩერება შეძლო. მაგრამ ისლამი ცოტა სხვა ცხოველია, როდესაც საქმე მის მიერ გამოყენებულ ჭიდაობის ტიპებს ეხება, არა? რა თქმა უნდა, და როგორც ვთქვი, რთულია ზუსტი შეფასების გაკეთება იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება ისლამი წონაში მომატების შემდეგ. ეს ყოველთვის არის კითხვა, რომელსაც ყველას აქვს, როდესაც ვინმე წონით კლასში ზევით ან ქვევით მიდის. ამ დროს ბევრი უცნობი ფაქტორია ჩართული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისლამს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, რასაც ბელალი აკეთებდა. ოღონდ უკეთ. ბევრად უკეთ. ბელალთან ბრძოლა, ვფიქრობ, რომ ჯეკმა მარტივად მოიგო, მაგრამ ბელალმაც კარგად იბრძოლა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს მარტივი ბრძოლა არ იქნება ჯეკისთვის. მაგრამ ჯეკის მჯერა, ვფიქრობ, მას აქვს ის X ფაქტორი. მას აქვს ის შიმშილი, ის გამძლეობა და ისევე როგორც ბელალის წინააღმდეგ, როგორც ბერნსის წინააღმდეგ ადრე, ვფიქრობ, მას შეუძლია შეუძლებელი შეძლოს. ვფიქრობ, რომ ისლამი შეძლებს საქმის ბოლომდე მიყვანა და ტიტულის მოგებას, თუ ჯეკი შეინარჩუნებს ქამარს. მისთვის რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია, რომ ისლამ მახაჩევმა მეორე ქამარი მოიგოს. ჯეკი დიდი მებრძოლია, დიდი სტრაიკერი, მაგრამ ისლამი მოხერხებულია. მას კარგი ჭიდაობა აქვს. ის არის მემასხენე, არ იღებს დარტყმებს, ხალხი მიწაზე გადაყავს და იქ ანადგურებს. ასევე ჩვენ ყველა ვნახეთ ჯეკის ბელალ მუჰამედთან ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, ისლამი ბევრ გაკვეთილს მიიღებს ამ ბრძოლიდან. შეიძლება ისლამმა გარკვეული კორექტირება მოახდინოს. ეს შესაძლებელია. ეს რთული იქნება, მაგრამ ისლამს შეუძლია მეორე ქამარი მოიგოს. რამდენჯერ იჩხუბა მახაჩევმა 155-ში, 4-ჯერ დაიცვა ქამარი, ეს საკმაოდ ბევრია. გულისხმობ, როდესაც ამას აკეთებდა ისტორიას წერს, ვფიქრობ, ეს ჭკვიანური ნაბიჯია, როდესაც ზედმეტწონაში ადიხარ, შენ აპირებს შენი მემკვიდრეობის შექმნას და შემდეგ ალბათ თავისი ბიძაშვილი მსგავსად მოიქცევა. 160-ში თქვენც გიჩხუბიათ, ასე რომ რას ფიქრობთ მის დაპირისპირებაზე ჯეკ დელა მადელინასთან? საუკეთესო რჩევაა, რომ ამ წონაში დარჩეს, რადგან წონის კლება 54-მდე ცუდია. როდესაც დუბაიში ვიყავი, 70 კილოდან დაახლოებით 74.5-მდე დავიკელი და გადავაჭარბე. ყურადღებას არ ვაქცევდი. ამის გამო გადასხმების გაკეთება დამჭირდა. თავს საშინად ვგრძნობდი. თუ არავინ გიმოწმებს წონას, ამის გაკეთება სახიფათოა. რადგან შემდეგ წონის შენარჩუნება და მომატება ძალიან გიჭირს. მახაჩევზე გეტყვით, ვიღაცა მეკითხება ადრე, თქვენი აზრით უკეთესი მოჭიდავეა ხაბიბი თუ მახაჩევი და ვფიქრობ, მახაჩევი უფრო უკეთესი გრებლერია. გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, რომ ცოტათი უფრო სწრაფია. ხაბიბი კი ცოტა უფრო ფრთხილი. ვფიქრობ, მახაჩევი 70-ში 100-ზე ცუდად გამოვა.